რომელ საათზე იძინებს ბიზინა ივანიშვილი. ჩვენ საბოლოო ჯამში ინფორმაცია ამის თაობაზე არ აქვს, უბრალოდ ვამბობთ ხოლმე, ხშირად გვითქვამს, მეც მithქვამს, რომ საღამოს 10 საათზე შეწვება ხოლმე საკუთარ ფუმფულა ლოგინში ბიზინა ივანიშვილი გამოწყობილი, გამოწყებილი კუბოკრულ პიჟამაში, კეფაზე გულაღმაწევს, ასე მიაქვს ხელები და პირველი 10 წუთი ვიდრე ჩაძინებამდე, საღამოს 10 საათია, 11:30, 11 საათის მაქსიმუმ, პირველი 10 წუთი ფიქრობს ქვეყნისთვის უმნიშვნელო, ხოლო მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, ფიქრობს, როგორ იშოვოს მეტი ფული ამ ქვეყანაში. ფიქრობს, როგორ დაუახლოვოს ეს ქვეყანა რუსეთს. ფიქრობს, როგორ არ გააღიზიანოს ეს გავეშემული ქვეყანა რუსეთი, რომელიც მას ეძვირფასება და უყვარს. როგორ დასცილდეს საქართველოს დამატებით, როგორ დასცილდეს ევროკავშირის სივრცეს, როგორ აირიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ხსენებული ევროკავშირი არის ზოგადად დასავლეთი პერსონალურად მას უქმნის, არა ქვეყანას, არამედ პერსონალურად მას. პირველი 10 წუთი ვიდრე ჩაძინებამდე, სწორედ ამგვარ საკითხებზე, ამგვარ ამბებზე ფიქს უთმობს, ხოლო როცა ჩაეძინება და სცინავს მას 5-6-7 საათი დილამდე, ალიონამდე, გამთენიამდე, დილის 7 საათამდე თუ 6 საათამდე, ვიდრე სტაფილოს წვენსა მიირთმევს, იქ ძილის დროს მას უთუოდ საქართველოს მისეული გაგებით როგორი უნდა იყოს. აგრეთვე ესიზმრება ქვეყანა ტაშფანდურისა, მხოლოდ ტაშფანდურისა, ქვეყანა რომელშიც მღერიან და მხოლოდ მღერიან, ვინ იცის და ესიზმრება და ეზმანება, ან ახსენდება თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ყვირილ ჭორბილა და ყვირილა, მდინარე ყვირილა, სადაც ბავშვობაში ჩაირბენდა ხოლმე და სადაც დაბალი იყო ყვირილა, იქ ფეხებს ჩაატხლაყუნებდა ხოლმე, სწორედ თქვა, ჩაყოფდა, მოკლედ და ესე ათამაშებდა მდინარე ყვირილაში. ბავშვობა ახსენდება საკუთარი და საკუთარ თავზე ფრიად დიდი წარმოდგენისა რომ არის წინ ბიზინა ივანიშვილს, ისის ესიზმრება, როგორ ისის ახსენდება თუ ეზმანება, როგორ მიაღწია მან ამ სიმაღლეებს. ერთი პატარა სოფლელი ბიჭი იყო, სოფლიდან ბიჭი იყო და ახლა ასეთი წარმატებულია. ის უთუოდ ფიქრობს იმაზეც, არ ვიცი, ძილის დროს თუ ძილამდე, უთუოდ ფიქრობს, რომ ის ყველაზე მაგარია. ხო, ამაზე ფიქრობს. მამა რომ არის, ფიქრობს ამაზე, დამფუძნებელი მამა ამ ქვეყნისა და ბოლო ხანებია ამ ფრიად დასუსტებულ კაცს და ეს სისუსტის ნიშანია, რასაკვირველია, გაუჩნდა ფიქრი ამგვარი. ის უკმაყოფილოა მისივე იმ თანაგუნდელებით, რომლებიც მან შექმნა, მან გამოძერწა, მან გამოჩორკნა. ირაკლი კობახიძეს მართლა ჩალის ფასი აქვს, ახლაც და ვით უფრო ჩალის ფასი ეკნებოდა, ანუ იაფი ჩალის ფასი ეკნებოდა ირაკლი კობახიძეს, ბიზინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, არამედ პაპუაშვილს, დინარაძეს, ყაველაშვილს, ვინ აირჩევა ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტად თუ ვინ დანიშნავდა, ნებისმიერი პირი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაშია დე ფაქტო თუ დე იურე თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ნებისმიერი პირი არის ჩალის ფასიანი ბიზინა ივანიშვილის წარმოდგენით. ისინი ვერც ვერაფერს აკეთებდნენ მანამდე და ვერ გააკეთებენ თუ ბიზინა ივანიშვილი მოხდება ისე და პოლიტიკიდან წავა, ან ქვეყნიდან წავა, ან აღარ იქნება. ხო, როდის ვიხდი კიდევ ფიქრობს იმაზე, როგორ დაუტოვოს ეს ქვეყანა მისივე შვილებს, ან უტას, ან ბერას, ან ცოტნეს წლების შემდეგ, ოღონდ იმ ადამიანებაც, მისმა შვილებმაც არაფორმალურად, სუკნიდან უნდა მართონ ეს ქვეყანა, ფული იშოვონ, გამდიდრდნენ, ეს ხო თავარი ღირებულება არის ბიზინა ივანიშვილისთვის. ასევე ფიქრობს, როგორ არ უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულად და ზოგადად ნაციონალური, ერთიანი ნაციონალური, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შესანიშნავად ხდება, რომ ამ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ დასჯიან მას, საკმაოდ მაღალია და რატომ უნდა მისცეს ეს ოპონენტებს ეს შანსი, ეს შესაძლებლობა რატომ უნდა მისცეს. აქ იგითხარით, ბიზინა ივანიშვილი ფიქრობს იმაზე, რომ მას ჯეროვნად არ აფასებენ მათ შორის მისივე თანაგუნდელები. რამდენიმე დღის წინ მისი თანაგუნდელი
ირაკლი კობახიძე გამოვიდა რუსთავი 2-ის თუ არ ვწდები და არ ვწდები ეთერში და ეგრეთ წოდებულ დებატებში მიიღო მონაწილეობა და იქ ქართული ოცნების უკრებრივ ყველა ლიდერის აზრით მის ხიბა და მიანგრია ოპონენტები არ მახსოვს სიმართლე გითხრათ ვინ იჯდა მის წინ თუ არ ვწდები გირჩი იაგო ხვიჩიას გირჩის წარმომადგენელი და სხვები და სხვები უთუოა რომ ირაკლი კობახიძემ ეს მხატვრული ტექსტია მე კარგად მინდა ავხსნა ალბათ ირაკლი კობახიძემ მიიღო სატელეფონო შეტყობინება უკვე ეთერის შემდეგ ანუ საღამოს 12 საათს ღამის 12 საათს პაპუაშვილი უკავშირდებოდა და აკებდა ხაველაშვილისაგანაც მიიღო SMS შეტყობინება თუ WhatsApp შეტყობინება პრეზიდენტად წოდებულიც აკებდა ყოჩაღ ირაკლიო ყოჩაღ მეგობარო ამას ეუბნებოდა მაგრამ ირაკლი კობახიძე კმაყოფილი იყო განა არა მაგრამ რატომღაც ჰქონდა განცდა რომ უკვე შემდეგ ჯერზე შემდეგი SMS შეტყობინება თუ WhatsApp შეტყობინება იქნებოდა იმ კაცისაგან რომელიც როგორც წესი 10 საათზე იძინებს ხოლმე 10 საათზე მიდებს ხოლმე თავს ბალიშზე ფუმფულა ბალიშზე და ჩათვლებს 10-15 წუთში ხო ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ინფორმაცია არა ჰქონდა განცდა გრძნობა რომ ბიზინა ივანიშვილი მას დაუკავშირდებოდა და კი ასეც მოხდა მოკლე იყო შეტყობინება WhatsApp-ის საშუალებით გაგზავნილი ირაკლი კობახიძისათვის პრემიერი რო გონია საკუთარი თავი ერთსიტყვიანი იყო შეტყობინება ბიზინა ივანიშვილისაგან ამონათ და სხვა ხმაც ეკნება მის ტელეფონს როდესაც დამფუძნებელი მამა უკავშირდება ხოლმე ამონათ და სხვა ხმა გაისმა მის iPhone-ზე ანუ კობახიძის iPhone-ზე და ვისაც აიკითხა იყო ძიმე ტექსტი ერთი სიტყვა მაგრამ ძიმე გადმომირეკი ირაკლი გადმომირეკი არა იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის ბალანსი არ აქვს შევსებული ეკნება უფრო ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილს დაუკავშირდა და ჩვენ არ ვიცით ბიზინა ივანიშვილმა როგორ გამოლანძღა პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი რა სიტყვებით მიმართა რა შეურაცხყოფები მიაყენა არ ვიცით ამის თაობაზე აკი გითხარით ისევე როგორც საბოლოო ჯამში არ ვიცით 10 საათზე ეძინებს ეს კაცი მართლა თუ ღამის 12 საათზე თუ პირველ საათამდე მაინც ესე თვალებს აიფშნებს და რაღაცა სერიალებს უყურებს და მერე ჩაეძინება ხოლმე არ ვიცით აკი გითხარით მაგრამ ასე წარმოვადგინოთ ასე წარმოვაჩინოთ თქვენის ნებართვით ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილმა უთუოდ გამოლანძღა იმის გამო რომ ირაკლი კობახიძემ მამა სათანადოდ და ჯეროვნად არ აქო არც ამ ეთერში და საერთოდ ბოლო ხანებია მამაზე ბიზინა ივანიშვილზე ირაკლი კობახიძე და განამხოლოდ ის ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკულად არ ახსენებენ ხოლმე მით უფრო პოზიტიურ კონტექსტში აბა ნეგატიურად ხო ისედაც არ ახსენებენ და არ ახსენებენ უკმაყოფილო ბიზინა ივანიშვილმა ამ საკუთარი მონოლოგის დასასრულ ირაკლი კობახიძეს ჩემეული წარმოდგენით უთხრა შემდეგი წინადადება დასასრულ როგორც გინდა ხვალვე დილითვე გამოასწორე ის რასაც ჩადიხარ როგორც გინდა მაქე და კიდევ ერთხელ აღნიშნე რომ ისე იქნება როგორც ამბობს მამა ანუ როგორც ვამბობ მე აქვე ვიტყვი რომ რასაკვირველია ბიოლოგიურ მამაზე არ არის საუბარი კონცეპტუალურ დამფუძნებელ მამაზეა საუბარი ირაკლი კობახიძე ფრიად ანერვიულდა აღელდა იმავე ღამეს მამუკა მდინარაძესთან და ვინისის დასხებთან ერთადაც დაწერა ტექსტი ეს ტექსტი გარკვეულზე მაღალი ალბათობით დილით საღამოს ხო ხდება ეს ყველაფერი და დილით გადაუგზავნა ბიზინა ივანიშვილს რომელმაც არც საიკითხა არ მაინტერესებსო ეს კი უპასუხა როგორც გინდა ისე მაქეო და ირაკლი კობახიძემ ჩაატარა ბრიფინგი და ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ბიზინა ივანიშვილი ამდენაც გავცელდა მე 26-ჯერ თუ 28-ჯერ ახსენა ივანიშვილო მოდით ნახოთ მაინც ბატონო ბიზინა ივანიშვილი პიროვნულად ბიზინა ივანიშვილის მიერ მართებას ივანიშვილის ნათესაობითი ისევ ნათესაობითი სახელობითი მოთხრობითი ნათესაობითი
ბიზნესმენის ნათესაობითი როლი მადონი ბიზნესმენის სახელობითი არა მოთხრობითი და წოდებითი მოთხრობითი შესაძლოა კი მაგრამ წოდებითი ბიზნესმენიშვილო ასე ბიზნესმენიშვილისთვის არ მიუმართავს ასე ბიზნესმენიშვილი ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია რაც მამას უნდა როგორც მამას უნდა ისე იქნება რამდენიმე დღით ადრე ანუ დებატებამდე არა თუ ამ ბრიფინგამდე არამედ საერთოდაც დებატებამდე თუ არ ვწდები ერთი თუ ორი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ასე თქვა დამფუძნებელ მამა ბიზნეს ივანიშვილზე რაც მამას უნდა ისე იქნება როგორც მამას უნდა ისე იქნება და პარე ამ ვიდეო ბლოგის დასასრულ ჩვენ თქვათ როგორ უნდა მამას ანუ რა ეზიზმრება და რა ეზმანება რა ზე ფიქრობს ვიდრე დაძინებამდე ასე როა ხოლმე თავის ფამფუნფულა ლოგინში ჩაწოლილი და ხელები ასე კეფაზე რომ აქვს მიდებული და ეს შავ-თეთრი პიჟამა როცა აცვია პირველი 10 წუთის განმავლობაში ვიდრე თვალებს დახუჭავს და მე უკვე ძილის დროსაც რასიზმები მიუფრინდება ხოლმე იმ რუსულ გონებასა თუ თავში პირველი ბიზნეს ივანიშვილს არ უნდა უკრაინის გამარჯვება უნდა რომ დამტკიცდეს რომ ის იყო მართალი როცა ამბობდა ან სხვას ალაპარაკებდა რომ უკრაინა აუცილებლად დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად გაიმარჯვებს არ უნდა შესაბამისად უნდა რომ დამტკიცდეს რომ რუსეთი არის ძლევამოსილი უძლეველი სახელმწიფო ბიზნეს ივანიშვილს არ უნდა საქართველოს სრული სუვერენიტეტი იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სრული სუვერენიტეტი არსებობის შექმნის შემთხვევაში მისი ძალაუფლება მოირხევა მას არ უნდა არანაირი დემოკრატია ოდნავი დემოკრატიაც კი მას არ აშინებს ბუქარები დასავლეთიდან მათ შორის არ შეერთებული შტატებიდან მას არ უნდა აკითხარით ვიდეოლოგის დასაწყისში რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ან კონკრეტული ნაციონალური მოძრაობა და მით უფრო პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში იმიტომ რომ ეშინია ამ შემთხვევაში ის დაკარგავს ქონების არ მინდა ესე კონკრეტულად თქვა უბრალოდ კონკრეტულად როგორ უნდა თქვა მაგრამ თქვენ ისება თვით მაინც გავრისკავთ 19-მე-20-ს ან 39-მე-40-ს ანუ ძალიან დიდ ნაწილს და შერჩება სულ რაღაც 200 მილიონი ან 150 მილიონი ან 70 მილიონი რაც საკმარის თანხა თითოეული ჩვენგანისათვის ასაკურელია მთელი ცხოვრების მანძილზე განმავლობაში მაგრამ ბიზნეს ივანიშვილისთვის ეს არის კაპეიკები მისეული სიტყვას მისეულ ფიქს გაგაცნობთ ის როგორც ამბობს ხოლმე სავარაუდოდ იმას გაგიმხევთ და გეტყვით ეს ერთი ბიზნეს ივანიშვილს არ უნდა არა უკან დახევა ერთი ნახევარი ნაბიჯითაც კი იმიტომ რომ გონია რომ თუ ნახევარი ნაბიჯით დაიხევს უკან მაგალითად განთავისუფლებს ჟურნალის განთავისუფლებინებს ჟურნალის მზია ამაღლობელს რომელიც სასაგურელი უბრალოა ანუ დამნაშავე არ არის ამ შემთხვევაში მას უკაცრავად და საუკაცრავო რა არის აქ ამ სიტყვაში შეუსრულებენ ანუ მეც და მეტის დათმობას მოსთხოვენ ბიზნეს ივანიშვილს ძალიან აღიზიანებს ის საზოგადოება თუნდაც არც თუ ხალხმრავალი რაოდენობა მოქალაქეებისა რომელიც რუსთაველზე გადის და რომელიც შაბათობით მარშებზე გადის და რომელიც დათქმულ დღეებში კაცლები დიდი რაოდენობით გამოდის ქუჩაში ბიზნეს ივანიშვილს არ უნდა რომ მოსახლეობა იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და ძლიერი მაგრამ არც ის უნდა რომ ამ საზოგადოებამ მას წინააღმდეგობა გაუწიოს და საფუძველი იყოს სოციალური შეჭირვება და გაუბედურება ამიტომ ესე წვეთოვანით ასულდგმულებს ამ საზოგადოების მნიშვნელოვან გარკვეულ ნაწილს ყველა ან მეტნაკლებად ყველა ვითომ ან ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყოს ოღონდ დიდი ამბიციები არ უნდა ჰქონდეს ამ საზოგადოებას ბიზნეს ივანიშვილს არ უნდა ზოგადად დასავლეთის და კონკრეტულად შეერთებული შტატების გამარჯვება გლობალურად და გამარჯვება ამ რეგიონში ამიტომ მაგალითად მას ეჯავრება ნიკოლ ფაშინიანი რომელმაც შემოიყვანა ამერიკელები მას არ ეჯავრება მაინც და მაინც ალიევი მაგრამ ძალიან მოსწონს ეს ალიევი ეგრა მაგის პასუხია თუმცა გაბრაზებული იქნება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მაინც ამ უკანასკნელზე მათ შორის იმის გამო რომ ალიევმა ვერ ჩაუწყო ხსენებულ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორება არ მოხდა შტატებსა და საქართველოს ბიზნესს საქართველოს შორის
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც მამას უნდა, ისე იქნებაო, ცოტა ხნის წინ ბრძანა კაცმა, რომელიც სახელობითში, მოთხრობითში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა ბრუნვაში დადებით კონტექსტში იხსენიებს ბიზინა ივანიშვილს და აქებს. რატო სჭირდება ეგ რა მაგის პასუხია ქება კაც, რომელიც ცოტა ხნის წინ, არც თუ დიდი ხნის წინ ამბობდა, რომ მეო ჭარბინდობა მაქვს. იმიტომ რომ თავად შესანიშნავად ხდება ივანიშვილი, რომ ის გვარიერად მოსუსტებული და მისი სასახლე მაინც ოჩოფეხებზეა შემომდგარი და ერთი დიდი ან რამდენიმე დიდი ტალღა დემონსტრაციისა, მიტინგებისა, პროტესტებისა მის ამ სახლს, მის და ივანიშვილის სასახლეს მოარყევს კი არა, მოანგრევს საბოლოო ჯამში, რომ ამასობაში დასავლეთის ადეკვატური იქნება, ამიტომ უნდა დიქტატორს, ავტორიტარს ხო უნდა რომ ის აქონდა გონია რომ ასე განმტკიცდება მისი ავტორიტეტი. ხო, რომ არ დამავიწყდეს ბიზინა ივანიშვილი ეჯიბრება უკლებლივ ყველა გმირს, მართლა გმირს წარსულიდან, არ ვიცი საიდან დავიწყოთ, ფარნავას ეჯიბრება, გავაგრძელოთ ვახტანგ გორგასალს ეჯიბრება, ბაგრატ მესამეს არ მგონია იცოდეს ვინ არის, მაგრამ თქვათ იცის. ბაგრატს ეჯიბრება, ეჯიბრება დავით აღმაშენებელს, მარტო მონარქებზე რო არ ვილაპარაკოთ, ეჯიბრება შოთა რუსთაველს, ეჯიბრება თამარ მეფეს, თუმცა არ უნდა რომ თამარი უწოდო, მეორე თამარი უწოდონ, იმიტომ რომ თამარი მაინც ქალია, მეფე კი არის, მაგრამ მაინც ეჯიბრება, კიდევ ვინ გავიხსენოთ, თქვათ გიორგი ბრწყინვალეს, უკანასკნელ მეფეს, ერთიანი საქართველოსი, ეჯიბრება მაგალითად ერეკლე მეორეს, ეჯიბრება ყველა კუთხით ხოთაშორის ყველა თვალსაჩინო როგორც დიდ მონარქს ერთის მხრივ და მეორე მხრივ მონარქს, რომელმაც საქართველო დააახლოვა რუსეთთან 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ხელმოწერილი გარსემა ჭავჭავაძის მიერ, და გარსემა ჭავჭავაძის ცხადია არ იცის. უკვე შემდგომ ბარათაშვილზე ის ნაკლებად ფიქრობს, მანამდე არ სოლომონ დუდაშვილს არ იცის ვინ არის. ხო, თქო მართლა არ იცის. სოლომონ დოდაშვილზე და ბარათაშვილზე ნაკლებად არ ფიქრობს, მაგრამ და ვაჟაზეც ნაკლებად ფიქრობს. ან ფიქრობს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ იყო და რა მასშტაბისა იყო ვაჟა. ილია ჭავჭავაძის ეჯიბრება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებს, ნოე რამიშვილსა და ნოე ჟორდანიას. ეჯიბრება კომუნისტების პერიოდს ალბათ გამოტოვებს ხოლმე და ეჯიბრება რასაკვირველია, მერა კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, თუმცა ამავდროულად აი ჩამოთმილთაგან უმრავლესობას კოსტავას, გამსახურდიას, ნოე რამიშვილს, ნოე ჟორდანიას, ილია ჭავჭავაძეს, სხვებს ვერ იტანს. ამასაც უნდა გამოსვათ ხაზი. იმიტომ რომ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. შესაძლოა სიტყვით ამბობს, რომ უყვარს პატივისცემას უნდა ასტურებს, ეთაყვანება ხსენებულ პირებს, მაგრამ რეალურად ის მიდის ანტი-ილიას გზით, ვიტყვი ასე. ხო და სთხოვს ამ კაცს, აგვარია კობახიძეს, მაქე და მაქეო, საზოგადოებას უნდა ჩაუბეჭდო, საზოგადოებას უნდა ჩაუნერგო, რომ მე ვარ უნიკალური და მე ვარ გამორჩეულიო და ესეც აქებს. და ბარემი ვიტყვი, ბოლო წინადადება ალბათ ან ბოლო აზრია, რომ როდესაც აქებს ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილს, ის მაინც გრძნობს კობახიძე. გრძნობს, რომ ეს ქებაც კი ბიზინა ივანიშვილს, ამგვარი ქებაც კი შეიძლება არ ესიამონოს, არ ეამოს და ფიქრობს, წაეფიქრება ხოლმე, რომ ბიზინა ივანიშვილი მამა, რაც მამას უნდა ის მოხდება, ამას გაიგებთ. ეს ბრძანა ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილი შეიძლება მასაც კი შეელიოს. ალბათ საპატიმროში არ ადურთინებს თავს, იმიტომ რომ გავრცელდებოდა ინფორმაცია კორუმპირებულობის, კობახიძის კორუმპირებულობის თაობაზე და ეს ინფორმაცია პრინციპში არ გვაქვს, ეს ჭორის დონეზეც კი არ ვიცით. ამიტომაც არ გვაქვს საფუძველი შევიტანოთ ეჭვი ირაკლი კობახიძის პატიოსნებაში, ბჭყალებში ამ თვალსაზრისით. მაგრამ ირაკლი კობახიძეს მაინც აქვს თანდახვება ეს განცდა, რომ ღამის 12 საათზე თუ პირველ საათზე ბიზინა ივანიშვილს შეიძლება შემოეღვიძოს, გადაახვიოს, მორიგჯერზე გამოსულ ირაკლი კობახიძის დააკვირდეს და კიდევ ერთხელ იყოს უკმაყოფილო. იმიტომ რომ უკმაყოფილოა ბიზინა ივანიშვილი. თავად არის უკმაყოფილო. უკმაყოფილოების განსახიერება, ყველაფერზე უკმაყოფილოა და ერთ-ერთ მორიგჯერზე, როდესაც ბიზინა ივანიშვილი
გაუგზავნის SMS შეტყობინებას ირაკლი კობახიძის სიტყვით გადმომირეკე და ირაკლი კობახიძე გადაურეკავს, ბიზნე ივანიშვილი უკვე უპასუხებს, კაი არ გამოლანძღავს მაინც და მაინც, შეურაცხყოფებს კი არ მიაყენებს, არამედ ეტყვის ასე, ხვალ დაწერე განცხადება და გადადეგი. კობახიძე რას იზავს მერე? არ გადადგება? უკვე არ გადადგება. რაც მამას უნდა, ისე მოხდება. ხოლო ირაკლი კობახიძეს უნდა, რომ ყველა ბრუნვაში ახსენოს ხოლმე დადებითად მიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა ივანიშვილს ასე შემდეგ. ხო, დიდოსტატის მარჯვენაც გამახსენდა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ესო გროსმაისტერი კაციაო ბიზნე ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში და ყველა ამბავში გროსმაისტერი, ანუ გროსმეისტერიაო და მისი მარჯვენა დიდოსტატისა, გროსმაისტერი ანუ დიდოსტატი. მისი მარჯვენა არის ირაკლი კობახიძე და ნამდვილ დიდოსტატს არსაკიზეს მარჯვენა რომ მოაჭრეს, გეხსოვებათ კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა ხომ წაკითხულიყავთ. მოაჭრეს. რატომ კარგია გიგიაო? კობახიძის არც კარგია უგია და არც კარგზე უკეთესი. არა, კობახიძე სხვების არ იყოს ამ ქვეყანას. ბიზნა ივანიშვილი სხვების არ იყოს ამ ქვეყანას ანგრევს. ნახვამდის.